ყელეიმედი კი გაყიდა, მაგრამ როგორც ჩანს, პროპაგანდას არ შეეშვა. დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული იმედის ყოფილმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ კაცმანის პოდკასტში განაცხადა. მე გადავუხდი სტრასბურგის ფულს და წავიდეს. მე გადავუხდი იურისტების ფულს და წავიდეს, იმიტომ რომ სტრასბურგი გაამართლა, ჩვენი მთავრობა იცავს ყველა გადაწყვეტილებას სტრასბურგის და გამოუშვებენ მაშინ. თუ ასე ვოს პოლიტიკური პატიმარი სტრასბურგში წავიდეს, შვენივრად იციან, რატო არ მიდიან. იმიტომ ამიტომ წააგებენ. იცით ვისზე საუბრობს? მზია ამაღლობელზე, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელზე, რომელიც 2025 წლის 12 იანვრიდან პატიმრობაშია. როგორც ჩანს, ირაკლი რუხაძე დამოუკიდებელი მედიის ინფორმაციას არ ეცნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეცოდინებოდა, რომ მზია ამაღლობელმა სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართა და თან არაერთხელ. იქ მისი 3 სარჩელია რეგისტრირებული. ერთი სარჩელი პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ეხება. მეორე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას. მესამე კი მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებასა და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს. მეტიც, მზადდება მეოთხე სარჩელიც, რომელიც უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეს შეეხება. მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია SAIA წარმოადგენს. მზია ამაღლობელს საქართველოს დღევანდელი სასამართლოს იმედი შესაძლოა არ აქვს, თუმცა აქაც კი მაინც ყველა გზა გამოიყენა. ის ცილისწამებისთვის ირაკლი კობახიძესაც უჩიოდა. ამაღლობელმა მანამდეც მოითხოვა კობახიძისგან ცილისწამებლური განცხადებების უარყოფა. თუმცა ორივე შემთხვევაში სასამართლომ საქმეების წარმოება შეწყვიტა. შეგახსენებთ, შარშან 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ჩემს მიერ გასწრით ტყივილის. მან ბრალი გადააკვალიფიცირა. მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით.